აერთო ჩანაწერი. იდეაში თუ გინდათ ტერმინალიდანაც განახებთ აი თავიდან ბოლომდე როგორ უნდა შევქმნათ ფოლდერი პირობითად შიგნით file index.html css. მაგას განახებთ აი ზოგი არის ტერმინალი აინტერესებს ხოლმე და ტერმინალით მუშაობა უფრო რაღაცნაირად ის. ეს იგივე CMD-დან იგივე ხო? ხო. კი ბატონო. CMD PowerShell და ასე შემდეგ. ნებისმიერი რომელიც ნებისმიერ შეგიძლიათ ეს რაღაც გააკეთოთ mkdir-ის საშუალებით. შეგიძლიათ შექმნათ ფოლდერი mkdir 20 წერს და ეტყვით დაწერთ შემდეგ უკვე ფაილის სახელს. მაგალითად დღევანდელი ლექციის თემა იქნება მერჯინები და პადინგები, მაგრამ იდეაში მერჯინს დავართმა უბრალოდ ფოლდერს. ოკეი, შეიქმნა დესკტოპზე ფაილი მეორე მხარე შემექმნა მოვიტან და cd-ის საშუალებით შემიძლია ამ ფოლდერში გადავიდე. ანუ cd და ფოლდერის სახელი. ნუ ეს არ არის მეგობრებო აუცილებელი რომ დაიმახსოვროთ, უბრალოდ ვისაც შეიძლება აინტერესებდეს ვინმეს და უბრალოდ მინდა რომ განავიდეთ. შემდეგ out ფაილი საშუალებით ვუნებით რომ რაღაც ფაილს ვქნით და ეს ფაილი იქნება index.html. შემდეგ out ფაილი შემიძლია გამოვიყენო ისევე და დავწერო style.css. და უკვე code და წერტილის საშუალებით უკვე თვითონ Visual Studio Code-ში გავხსნა ეს ფოლდერი. აი როგორც ხედავთ, ერთი წამით ტერმინალი ისე რომ გამოაჩინოთ სულ ერთი წამით. კი ბატონო, მადლობა. უკაცრავად ეს ტერმინალი საიდან შევდივართ აქ? გამარჯობა. რაღაც გამოვტოვე. რომელი? კი ბატონო. ეხლა დავიწყეთ ჩვენც, ეხლა შევქმნით ფოლდერი. ჩვენიერი შემოგიერთებით. ტერმინალი რომ გახსნა ნინო, ან მარჯვენა ღილაკს დააჭე და აი აქ open terminal წერება, ან Windows-ის ღილაკი და ერი და ესეთი ის გაიხსნება run-ი, სადაც შეგიძლიათ საწერო cmd. ოკეი, ეს რო დააჭერ, გაგეხსნება cmd, ნუ ანალოგიური ტერმინალი. ხო, ნუ ეს არ არის აუცილებელი არანაირად. შეგიძლიათ ისევ ჩვეულებრივად ფოლდერი შექმნათ, სადაც index.html-ის და css ფაილს დააგებინებთ. და ეგ ხო უბრალოდ ალტერნატიული გზა არის ფოლდერი შექმნის და რამე განსხვავებული. კი, არა, არანაირი განსხვავება არ არის. ზოგს უბრალოდ ეს მოწმს ხოლმე, რომ აი ტერმინალიდან მუშაობს. მე აი იქ რო გადავალთ Angular-ზე. Angular-ში ხშირად მოუწევს ტერმინალის გამოყენება. ზოგადად Angular-ის ფოლდერიც ტერმინალის მხრიდან ხდება. რაც უბრალოდ განახით ხა ეს პატარა ფოლდერი შექმნა რაღაცა. things CSS-ი და HTML-ის ფაილი. აი, ეს თუ აღარ ჭირდება დავხურავ. და მოდი index.html-ში სტანდარტული სტრუქტურა გავამზადოთ. იდეაში სახელის ნიშნის საშუალებით თუ გახსოვთ, შეგვიძლია მთლიანი HTML-ის სტრუქტურა შევქმნათ პირველივე enter-ის საშუალებით და უკვე body tag-ში შეგვიძლია დავიწყოთ უკვე ჩვენი საიტის სტრუქტურის შექმნა. აუ, ის რა მაინტერესებს ახლა თქვენთან? არები მაქვს ღია და აი უნდა ხმა ხوار შემოდის. შეგეცმაო რობენეზოში. არა, არაფერი ხმა არ შემოდის. არა. არაფერი ხმა არ არის. კი ბატონო. ხო, შეგვიძლია ეხლა იდეაში ვინ მეტყვის აი div რა არის. div არის იდეაში ეს არაფერი არ არის. ვერ გავიგე. შეგვიძლია სივრცეზე შეგვიძლია სხვადასხვა სივრცის შექმნის საშუალება. კი ბატონო. აი ნიკოლოზმაც თქვა ყველაზე ესე კონკრეტული არაფერი არ არისო და რეალურად ხო, ანუ უბრალოდ ჩვენ რო div შევქმნათ ახლა, ანუ არანაირი ფუნქციონალი არ ექნება, საიტზე რო გადავიდეთ ვერს დავინახავთ.
ეს არის რაღაც ასე ვთქვათ ესეთი კონტეინერი, რომლის საშუალებითაც სექციებად შეგვიძლია დავყოთ ჩვენი საიტის სხვადასხვა ნაწილი. მიეკუთვნება inline ბლოკურ ელემენტს მიეკუთვნება div. არა, div არის ბლოკური ელემენტი. ხო, მაგრამ inline ელემენტისთვისაც ხო აქვს. ხო, ჩვენ ხარ გავაკეთეთ. ხო, მაგრამ უყურე ჩვენ CSS-დან შეგვიძლია გადმოვიდეთ და თვითონ divs მივმართოთ და უთხრათ ის display, რომელიც ბლოკური აქვს, გადავიყვანოთ inline. ხო, მართალია. ხო. და ამის შემდეგ უკვე inline-ის სტილებსაც მიიღებს. ხო. სტილებსაც მიიღებს და ამის შემდეგ შეგვიძლია ერთხელ განვალაგოთ პირობითად div-ები. ხო, inline ბლოკის საშუალებით მაინც არ არის რეკომენდირებული div-ების ერთხელზე ჩაყენება. ჩვენ ძალიან მალე flex-ებს გავვლით. ეს არის CSS-ში ერთ-ერთი ჩემი საყვარელი, ასე ვთქვათ, თემა, რადგან flex-ების საშუალებით არის შეგიძლიათ ნებისმიერი რაღაც ძალიან საინტერესო სტრუქტურები შექმნით. მანამდე, სანამ div-ებამდე მივავალთ, ეს უნდა განვიხილოთ merge-ნები და padding-ები. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო თემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში დავუწყებთ merge-ნებით, ნახავთ რა არის merge-ნი ზოგადად და შემდეგ გადავალთ უკვე padding-ებზე. კაი, შევქმნით div. მოდი CSS-ის ფაილს დავაკავშირებ, ახლა ჩვენს HTML-ის ფაილს, ჩავწერ link text, დავაჭერ tabs, რომ მთლიანი სტრუქტურა ავტომატურად შეგვექმნას თავისი tag-ი, თავისი ატრიბუტებით და ეჭრებში დავწერთ უკვე style.css-ის ფაილის მისამართი. აი, ასევე გავხსნით live servers. Pioneeri და მოდი ამ divs რამე სტილები მიცოთ, ხო? მე ამ divs ესე უბრალოდ არ იმას ვიზავ, ზოგადი tag-ის სახელით არ მიმართავ და ისე არ გავსტილავ, მივცემ რამე class, attributes. საიდან გამომდინარე, მოდი რამე დავარქვათ. div 1 მაგალითად. ესე ელემენტარულად. და გადმოვიდეთ ახლა CSS-ში და ამ divs მივმართოთ. div 1. მაგალითად მივცეთ width, თუ გახსოვთ რა იყო width, სიგანე, თვითონ რამ ხელა უნდა იყოს ეს div, ხა მაგას ვეუბნებით. ეს ამისად height-იც. მოდი ანალოგიურად მივცეთ 300 პიქსელი. ასევე მოდი background color-ი, რომ გამოჩნდეს ჩვენი div-ი თორე ვერ დავინახავთ და იყოს წითელი. აი. მოდი გადმოვიდეთ. აი ჩვენი div-ი. სტილებით სწორად დავაკავშირე. ინტერესო. სტილები რატომღაც არ ამოქმედა. რატომღაც დარეფრეშება დაჭირდა. კარგი. იდეა შეგვიქმნა ახლა ჩვენი ბლოკი. ჩვენ ამ divs შეგვიძლია მივცეთ რაღაც კონკრეტული რაოდენობა merge. მაგალითად, მე ახლა ჯერ მოდი იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ბლოკს შეგვიძლია უთხრათ, რომ ზემოდან მარცხნიდან მარჯვნიდან ან ქვემოდან შეიქმნას რამე სივრცე, რომელიც სივრციდან გამომდინარეც ეს ბლოკი მიიღებს დაშორებას. ეს ახლა თეორიულად ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ მოდი პრაქტიკაში ვნახოთ, რა არის ეს merge. მაგალითად, მე დავწერ merging-tops. ანუ merging-ი ზემოდან. და merging ჩვენს ბლოკს ზემოდან 100 pixels. და მოდი ვნახოთ. იდეაში რატომღაც Visual Studio Code live server-ი არ იმაშვება, ავტომატურად არ მინახლავს.
მე მგონი ჰედი და ის რომ, მაგრამ ბოდი და ჰედი აქვს პრინციპში, მაგ შემთხვევაში იცის ხომ? მაგრამ შემთხვევაში აქვს. ეხლა რა მოვიდა, არ ვიცი. კაი. დავარესტარტებ ხოლმე. ხო, თუ დააკვირდებით, ჩვენი ბლოკი ქვემოთ ჩამოვიდა. რატო მოხდა ეს? inspect element-ში რომ გადმოვიდა ისევე, ესეთი DevTool-ი არის, developer-ის ერთი ინსტრუმენტი არის. აი აქ მარცხენა კუთხეში, რომ ნახოთ. დავაჭიროთ აქ და მივიტან ახლა ჩვენ div-ზე mouse. ჩვენ div-ზე mouse-ი, როდესაც მივიტან, ნახეთ, ზემოდან არის რაღაც კრემისფერი სივრცე. ეს კრემისფერი სივრცე არის ზუსტად ის merge-ი, რომლიდან გამომდინარეც ბლოკი ჩამოვიდა ქვემოთ. ეს merge-ი, ეს სივრცე, ეს კრემისფერი სივრცე არ გამოიყენება არაფერში. ანუ იმ სივრცეში ვერაფერი ვერ შევა, ვერ ჩადგება, იმ სივრცეს ვერ გამოვიყენებთ ვერანაირად. რადგან merge-ი გამოიყენება ზუსტად იმისთვის, რომ ეს ცარიელი სივრცე, როდესაც შეიქმნება, ამ ცარიელმა სივრცემ უნდა გაწიოს რაღაც ელემენტი. ან თვითონ ეს ელემენტი უნდა გამოიწვიოს. ეხლა მაგალითად, მე რომ ვუთხრა, merge-ი მიიღე მარცხნიდან. თქვენი აზრით აი რა მოხდება? მარჯვნივ უნდა გამოწიოს. კი ბატონო, გამოიწევს მარჯვნივ ეხლა ჩვენი ბლოკი, მოდი დავუწეროთ merging left. აქაც დავუწეროთ 100 პიქსელი. და ნახავთ რომ ჩვენი ბლოკი გადმოვიდა მარჯვნივ. ნახეთ თუ დააკვირდებით ახლა, ეს ზემოთა სივრცე და მარცხენა სივრცე გაერთიანდნენ და მივიღეთ ესეთი საინტერესო რაღაც, რომ ჩვენი ბლოკი ჩამოვიდა ქვემოთ და გამოვიდა მარჯვნივ. ის სივრცე, რაც უკვე merge-ნებმა შექმნეს, ის სივრცე всё, იქ ვეღარაფერი ვეღარ ჩადგება, მორჩა, დამთავრებულია მაგათ გლიქ საქმე. merge-ნები ზოგადად გამოიყენება პირობითად ტექსტის ერთმანეთთან დასაშორებლად, ბლოკების ერთმანეთთან დასაშორებლად, აი ძალიან ხშირად და ძალიან ბევრგან. ამას უფრო კარგად განახებთ მე ძალიან მაგ. მოდი გვერდიდანაც მარჯვნიდანაც შევუქმნათ merge. merging right. ეს დავუწეროთ 100 პიქსელი. თქვენი აზრით რა მოხდება? უბრალოდ სივრცე ექნება მარჯვნივ. აქვს ადგილი. ანუ მარჯვნიდან 100 პიქსელზე ვერანაირი ელემენტი ვერ მიეწერე უბრალოდ თორემ ის ხო არაფერი შენის. კი ბატონო, აი ზუსტად. მოკლედ ჩვენ შევქმნით მარჯვნიდან ეს merge-ის სივრცე, მაგრამ ეს ბლოკი არ გამოძრავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივად შეიქმნა ეს სივრცე, მაგრამ სხვა ელემენტმა ხელი არ შეუშალა ამ ბლოკს, არც ეს ელემენტი არ უშლის სხვა ელემენტს ხელს. ეხლა ჩვენ შემთხვევაში ჩვენი div-ი, როდესაც merge-ი ზემოდან მივეცით, ქვემოთ იმიტომ წამოვიდა, რომ ზემოთ merge-ი რომ გაეკეთებინა, ამისთვის ეს ბლოკი უნდა ჩამოწეულიყო, ანუ სხვა გზა არ ქონდა. ანუ ჩვენ როდესაც ვუთხარით, რომ ზემოთ 100 პიქსელი merge-ი შეიქმნა. ვალდებული იყო ეს ბლოკი, რადგან აი აქ საიტი უკვე მთავრდება, რომ ჩამოწეულიყო ქვემოთ. მარცხნივაც ანალოგიურად, სივრცე ვერ შეიქმნებოდა მარცხნივ, იმიტომ რომ იქ მარცხნივ ადგილი აღარ არის. აქედან გამომდინარე თვითონ მოუწია ამ ბლოკს გამოწევა, იმის მაგივრად რომ ეს სივრცე შეექმნა. ნუ შექმნა ეს სივრცე, მაგრამ გამოიწია და იმ ადგილას სადაც იმყოფებოდა, ის ადგილი დაუთმო merge-ის ადგილს. მაგრამ merge-ებთან ზოგადად იცოდეთ, რომ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ მე ახლა მაგალითად დავუწერ 2000 პიქსელს merging right, ანუ მარჯვნიდან შევქმნი 2000 პიქსელს merging-ს, დავარეფრეშებ საიტს და მგონი მოდი 3000 მივცემ, რომ scroll-ი გაიგეთ. იდეაში ახლა
ხო, ნუ არ ცდება ჩვენი ეკრანის ზომას. მოდი მაშინ არ მერჯი. left-დან დავუწერ 3000 პიქსელს. ხო, და თუ დააკვირდებით ახლა merging left-ი მიწერი, ანუ merging right-ი დავა კომენტარი, ანუ გავთიშე დროებით და merging მარცხნიდან დავუწერე 3000 პიქსელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი merging-ი ახლა რეალურად აქ არის შექმნილი, ხო? ანუ მარცხნიდან არის merging. მაგრამ ნახეთ ქვემოდან შეიქმნა ესეთი scroll-ი და რომ გამოვიდეთ აქეთ. ჩვენ ბლოკს ნახავთ აი აქ ბოლოში გამოწეულს. ზოგადად merging-თან აი აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ merging-ების გამო ძალიან ხშირად ხდება ესეთი სიტუაცია, რომ გვექმნება scroll-ი. Scroll-ის საიძე არის დაუშვებელი. მით უმეტეს თქვენ შუალედური პროექტი გექნებათ. HTML CSS რამ პატარა პროექტი გექნებათ საწყობი და აქ უკვე ესეთი ვარიანტია, რომ merging-ი კი არა, ბოდიში scroll-ი არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში თქვენს პროექტში. ჰორიზონტალური, რა თქმა უნდა, ვერტიკალური მისაღები. კი, ვერტიკალური კი. ანუ ეს ქვემოთა scroll-ი ზოგადად scroll-ს ეძახიან. ამ შემთხვევაში ვინც შეამოწმებს პროექტს, სავარაუდოდ არ ჩაიბარებს პროექტს, იქიდან გამომდინარე, რომ scroll-ი შეიძლება შექმნას თქვენ საიტზე. ამიტომაც merging-ებთან მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. და ეგ სადღაც ეს 3 თვის და შემდეგ გვექნება, ხო? ან სწავლილად გავიდა 3 თვის შემდეგ. კი, დაახლოებით. შეიძლება 2 თუ 3 თვე ზუსტად მეც აღარ მახსოვს ახლა. გეტყვით, ან წინასწარ 1 თვის ადრე გეტყვით, რომ პროექტზე ვიწყებთ მზადებას უკვე და ყველაფერს საჭირო მასალას მოგცემთ მისთვის. ახლა 500 პიქსელი დავუწერე და გამოვიდა ეს. მე განახებთ ახლა კიდევ ერთ საშუალებას, მოდი დავუკლებ 100 პიქსელამდე. ისევე რომ ჩვენ როკოდი მარკეტინგ დაეტიოს. მოდი ამას დავხურავს. ხო. ახლა მე მინდა განახოთ აი ამ merging tops და left დავაკოპირებ, ანუ დავაკომენტარებ. საერთო კომენტარში ჩავსვავ აქედან რომ დაიწყოს კომენტარი. და მე განახებთ ახლა იდეაში ჩვენ ვნახეთ რომ merging top-ი left-ი right დავუწერთ, ანუ ყველა კუთხეს საერთოდ საერთოდ ვთითებდით როგორ რამდენი უნდა ქონოდა merging. მაგრამ იდეაში განახებთ ერთი სტილის საშუალებით როგორ მივცეთ merging-ები სხვადასხვა მხრიდან. მოდი ჯერ დავარეფრეშებ რომ დაბრუნდეს თავისივე ადგილას. და დავწერ merging-ს. არც right-ს, არც left-ს არ აქვს. უბრალოდ merging-ს და ორ წერტილს. აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ტიპით მივცეთ merging-ები ჩვენს ტიპს. მაგალითად, მე თუ დავუწერ ახლა merging-ს 100 პიქსელს. მე თუ ერთხელ დავწერ აი აქ merging-ს 100 პიქსელს. მოდი უფრო გავუზრდი და მივაახლოვებ. ეს merging დავწერე და 100 პიქსელი. დავარეფრეშებ ახლა და ნახეთ გამოვიდა. ყველა მხარეს 100 გავუკეთა. კი. ყველა მხარეს ჩვენმა ბლოკმა მიიღო 100 პიქსელი merging. იდეაში ახლა აი აქ ქვემოთ ნახეთ იდეაში ელემენტში ჩვენ ბევრ tools-ით რამე კონკრეტულ ელემენტს რომ მოვნიშნოთ, აქ ჩვენ ვნახავთ სტილებს with the height background color merging display რა. ჩვენ არ გაგვიწერია, მაგრამ ეს იდეაში თვითონ აქვს ტიპს. და ქვემოთ რომ ჩამოვიდეთ ამ სტილებში, ნახეთ ჩვენი ბლოკის სტრუქტურა როგორია. ეს არის 300 პიქსელი, 300 პიქსელზე ჩვენი ბლოკი. აი ეს შუა. ეს არის ჩვენი ბლოკის ზომა. აი ეს. მერე ამ ბლოკის გარეთ არის პადინგები. პადინგები ჯერ არ გაგვიულია, მაგრამ ამას განახებთ ძალიან მალე. არის ბორდერი,
თუ გახსოვთ წინაზე ეს საზღვრები რაც განვიხილეთ ეს ჩარჩოში რაც ვწოდით. და მე უკვე გარეთ მერჯინი. ანუ ამ 4 ძირითადი ელემენტისგან შედგება ჩვენი ბლოკი ახლა. თვითონ ბლოკის ზომა 300 პიქსელი 300-ზე, პადინგები, ბორდერი და მერჯინები. რა მაინტერესებს? აი ეს წითელი მის მართკუთხედი კი არა და კვადრატი რაც გვაქვს რა. პადინგების და ბორდერის ამ წითელში ასახულებ თუ აუხილავი არის ჩვენთვის? იდეაში მომხმარებლისთვის ეს შეიძლება თვითონ ეს პადინგები არ ჩანდეს, მაგრამ ამ პადინგების გავლენა და მოქმედება გამოჩნდება. პადინგები და მერჯინები, ანუ ვერ დაინახავს რა ფიზიკურად მომხმარებელი, მაგრამ იმას დაინახავს, რომ აი აქ რეალურად სივრცე არ არის. თორე ესე კონკრეტულად მერჯინებს ვერ დაინახავს. ვერც პადინგებს, ვერც ბორდერს. როგორც მახსოვს, მაგის მოხსნა შეიძლება უბრალოდ აღარ მახსოვს როგორ თუ არ ვცდები. რა, რო დაინახოს მომხმარებელმა მერჯინები. არა, პადინგების და ბორდერის რაც ემატება, იმის მოხსნა შეიძლება სივრცე რო გაქრეს რა. კი, განახებთ მაგას. ეგ არის box sizing-ი, ეგრეთ წოდებული. box sizing, ხო, box sizing-ი ახლა იდეაში ჩვენ გვაქვს content box-ი, ეს რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ახლა ნახეთ, მე მაქვს 300 პიქსელი 300-ზე ჩვენი ბლოკი. მე შემიძლია რომ და იდეაში მაგას გეტყვით, ანუ 300 პიქსელი 300-ზეა და გარეთ არის ეს მერჯინები. იდეაში პადინგებზე რო გადავალ, მაგ შემთხვევაში განახეთ, ანუ მერჯინებზე ვერ ეკავთიშავთ მაგას, მერჯინები აუცილებლად გარედან იქნება, მაგრამ პადინგები შეგვიძლია შიგნით შევიდავნოთ ამ ბლოკის სივრცეში. ხო, აი მაგაზე რო გადავალთ, უფრო კარგად განახეთ. ხო, ჩვენ divs მოდი დავუმატებ ახლა borders, მოდი მივიცემ border და აი თუ გახსოვთ, ანუ რა პარამეტრები უნდა დამეწერა ახლა border-თან, რომ მაგალითად 10 პიქსელი მინდა რომ საზღვარი იყოს, უწყვეტი ხაზი იყოს და მაგალითად შავი ფერი კონდეს ჩვენს საზღვარს. რა უნდა დავწერო? ანუ solid ჩვენ რამ 3 ელემენტო გამოვიყენოთ თუ აღარ მახსოვს ვერ გავიგონე როგორ ხით სწორად, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ სისქე რაც გვინდა, როგორი უნდა იყოს ბორდერი და ფერი კიდე. როგორი უნდა იყოს solid-ი ტიპი ფერი, კი ბატონო. რა. შედავწერ let's და დავარეფრეშებ. ხო, თუ დააკვირდებით ეხლა რა გამოვიდა ჩვენი ბლოკი. 300 პიქსელი 300-ზე თვითონ ეს ბლოკი, პადინგები არ გვაქვს, ბორდერი 10 პიქსელი ბლოკის გარედან, მინდა აღვნიშნო და აკვირდით კარგად, რომ აი ამ 300 პიქსელში ეს ბორდერები 10 პიქსელი არ შედის. ანუ 300 პიქსელია და გარედან კიდე 10 პიქსელი აქეთ, 10 პიქსელი აქეთ, 10 პიქსელი აქეთ და 10 პიქსელი აქეთ. 10 პიქსელი საერთო ჯამში ყველა მხრიდან გაიზარდა ჩვენი ბლოკი. და შემდეგ ბორდერების გარეთ უკვე ვიღებთ მერჯინებს. და საერთო ჯამში მივიღეთ ჩვენი ბლოკი იმის მაგივრად, რომ 300-300-ზე ყოფილიყო, 410 პიქსელი მივიღეთ ყველა მხარეს. მაგრამ მერჯინები რეალურად კი ზრდიან ახლა ჩვენი ბლოკის სივრცეს, იმიტომ რომ აი ეს მთლიანი გამოვიდა ამ div-ის სივრცე. მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს ძალიან აუცილებელია ესე რომ მოხდეს. კარგი. მერჯინების იდეას თუ მივხვდით? კი ბატონო. ხო. კიდევ მერჯინებზე რა მინდოდა მეთქვა? ხო, აი მაგალითად დაუწერე ახლა მე ერთი პარამეტრი. ერთი პარამეტრი თუ დაუწერე მერჯინს, ეს იმას ნიშნავს, რომ მარტო უბრალოდ ყველა მხარეს იქნება 100 პიქსელი მერჯინი. მაგრამ მე შემიძლია რომ მეორე პარამეტრის სახით დავუწერო მაგალითად 50 პიქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მერჯინში ვიწერია ორი პარამეტრი, ნიშნავს პირველი პარამეტრი, რაც გვექნება, ეს იქნება ზემოდან და ქვემოდან მერჯინი და მეორე პარამეტრი, რაც იქნება მერჯინი, ეს იქნება მარჯვნიდან და მარცხნიდან.
მოდი დავარეფრეშებ ახლა ჩვენ გვერდს და ვნახოთ. თუ დააკვირდებით, ახლა ისევე DevTools-ით მოვნიშნავ ჩვენს divs. აი აქ ჩამოვსკროლავ ქვემოთ styles-ში და ნახეთ 100 პიქსელი მერჯინები ზემოდან და ქვემოდან 50 პიქსელები მარჯვნივ და მარცხნივ. ანუ კიდევ ერთხელ mergins პირველი პარამეტრი რაც ეწერება ეს იმას ნიშნავს ზემოდან და ქვემოდან mergin. მეორე პარამეტრი ნიშნავს მარჯვნივ და მარცხნივ. ოღონდ იმ შემთხვევაში მარტო თუ ორი პარამეტრი უწერია. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ 4 პარამეტრიც. თუ დავწერთ 4 პარამეტრს, რა იქნება ეს? 100 პიქსელი იქნება ზემოდან mergin-ი, 50 პიქსელი იქნება მარჯვნიდან mergin-ი, მაგალითად 25 პიქსელი ქვემოდან mergin-ი და 0 პიქსელი მარცხნიდან mergin-ი. ანუ როდესაც 4 პარამეტრი გვიწერია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა კუთხეს სათითაოდ ვაძლევთ mergin-ს. ზემოდან, მარჯვნიდან, ქვემოდან, მარცხნიდან. ანუ 1, 2, 3 და 4. ანუ წერეს აკეთებს საათის სისხლის მიმართულებით. ანუ 12 საათი, 3 საათი, 6 საათი და 9 საათი. ну ესეთი დაცილი რო წარმოვიდგინოთ იდეაში. თუ დააკვირდებით, ზემოდან ჯერ უნდა დავარეფრეშო საიტი. ზემოდან 100 პიქსელი, მერე 50 პიქსელი მარჯვნიდან, 25 პიქსელი მარცხნიდან, ქვემოდან და მარცხნიდან 0 პიქსელი. რამე კითხვა ხო არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით? არა. ისერები. კარგი. ეხლა კიდევ ერთი რაღაც მინდა mergin-ების საშუალებით განახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს ერთ-ერთი ძალიან ხშირად mergin-ი იმისთვის გამოიყენება, რომ ჩვენი div-ი მოვახვედროთ ზუსტად ჩვენი საიტის ცენტრში. ანუ ჰორიზონტალურად. ვერტიკალურად mergin-ების საშუალებით. ну შეგვიძლია დაახლოებით ვივარაუდოთ, როგორ იქნება ცენტრი. მაგრამ ზუსტად ვერ ჩავსვათ. შეგვიძლია ჰორიზონტალურად mergin-ების საშუალებით ავცენტროთ ჩვენი div. მაგალითად, ისევე ამ mergin-ს მე დავაკომენტარებ ახლა, იმიტომ რომ მე რო ვაგიტვირთოთ რომ ნახოთ რა ვარიანტები გვაქვს ჩვენი mergin-ების დაწერის. და აი აქ ქვემოთ, ბორდერის ქვემოთ დაუწერ ასეთ სტილს. ნახეთ, mergin და მე რომ აქ ორი პარამეტრი დავწერო, ხან 0 პიქსელი და 20 პიქსელი. ეს რას ნიშნავს? 0 ზემოდან ქვემოთ, 20-ით მარცხნიდან მარჯვნივ. კი ბატონო, 20 პიქსელი მარცხნიდან და მარჯვნივ. მაგრამ მე თუ 20 პიქსელის მაგივრად მეორე პარამეტრს გავუწერ ავტოს, ანუ ვეტყვი რომ ავტომატურად მიეცი შენ მარცხნიდან და მარჯვნიდან mergin-ები. ის რას იზავს? აქ მაქსიმალურად რამდენი პიქსელით შეიძლება მარცხნიდან გაიკეთებს საშუალებას, მარჯვნიდანაც ანალოგიურად რამდენი პიქსელით შეიძლება გაიკეთებს გააცენებს. და კი, აქედან გამომდინარე მოხდება ჩვენი div-ი ზუსტად ცენტრში. ნახეთ, მარჯვნიდან და მარცხნიდან შეიქმნა mergin-ები, ეს არის ელის ზურგცები, რომლიდან გამომდინარეც ჩვენი div-ი მოხდა ზუსტად ცენტრში. თან დააკვირდით, ნახეთ, მე რომ დავიწყო საიტის დაპატარავება, ჩვენი div-იც ანალოგიურად ახლა რეალურად ჩვენი საიტის ზომას პატარავდება, რადგან აი ეს შემოვწია. და ნახეთ, ახლა რა პატარა აქვს mergin-ები, ანუ იქიდან გამომდინარე თუ რამხელა იქნება ჩვენი საიტი, აქედან გამომდინარე დაიწყებს უпростоრად ზუსტად იმხელა mergin-ი ეკრა. ეხლა მაგალითად რომ ნახოთ, mergin-ი გამოდის რომლებია 8 პიქსელს. აიდეაში ხო, ნახეთ, ჩვენი ბლოკის ზომაში შედის ახლა ეს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბლოკი ისედაც ბლოკური ელემენტი არის და mergin-ები რეალურად შეხედეთ, როგორ გამოიყურება აქ
უბრალოდ აი მაუსი ვერ მივარ იქამდე, იმიტომ რომ გაქრება. დააკვირდით აი ამ კრემის ფერს სივრცეს. და აქედან გამომდინარე უკვე ჩვენ მივდივი, აი ახლა ნახეთ კიდე. აი რომ მივაახლოვთ, აი რაც უნდა გამოწვო ყოველთვის ზუსტად ცენტრი. ო გაცენტრილი იქნება. ხო, დივის გაცენტრის მე დაახლოებით 1-5 საშუალებას განახებთ კიდევ ზუსტად ცენტრში როგორ მოახვედროთ დივი. მერჯინული ავტოს საშუალებით ეს მხოლოდ ჰორიზონტალურად ხდება, მაგრამ ნუ ვერტიკალზეც და ჰორიზონტზეც კონკრეტულად ცენტრში იყოს მაგას განა. ხო, ამიტომ გაითვალისწინეთ კიდევ. იცი რა შეგვიძლია დავწეროთ? ავტოს თუ დავწერთ, ანუ ერთხელ რო ავტო დავწეროს ხო იმას ნიშნავს, რომ ყველა მხრიდან ავტო ექნება რა. გასაგებია. ხო, მაგრამ მარტო მაინც მარცხნიდან და მარჯვნიდან ექნება ეს სივრცეები. გასაგებია. და კიდევ ერთი რაღაც მინდა განახოთ, აი მაგალითად ახლა დავწერო 50 პიქსელს ავტოს, ანუ ზემოდან და ქვემოდან 50 პიქსელი გვერდებზე ავტო. ცოტა ჩამოიწევს ახლა ჩვენი დივი. ხო. და მე თუ კიდევ ერთ ზუსტად ესეც დივს შევქმნი, თქონდა ესეც ზუსტად ამის ქვემოთ ჩამოდგება, იმიტომ რომ ანალოგიური სტილები აქვს, შეგვიძლია შევუცვალოთ მერჯინები, მაგალითად თუ გინდა რომ ამ ბლოკებს შორის მეტი დაშორება იყოს, მაგალითად დავუწერ 300 პიქსელს დაშორებას. პირიქით ერთმანეთში არის შესაძლებელი ერთმანეთს რო გადაიფაროს? პირიქით ერთმანეთს რო გადაიფაროს? მინუსით. იდეაში კი შესაძლებელია, მოდი ახლა მე ესეთ რაღაცას გავუკეთებ. ანუ დავუმატე დამატებითი კლასი. ანუ ეს საერთო კლასი ხო აქვს დივერტი. ანუ შემიძლია დამატებითი კლასი მივცე კიდე. დამატებითი რამდენსაც მინდა იმდენს მივცე. და ანალოგიურად ანუ იდეა ის არის რომ რამდენი კლასით შემიძლია იმდენი შემიძლია მივცე. on space-ი უნდა დაუწეროთ ერთმანეთში. და ეხლა d1-ს მე რომ მივმართო ამ შემთხვევაში მარტო მეორე დივს მიეცემა სტილები. ხო, ეხლა იდეაში გადამ ამ ორი ელემენტის ერთმანეთზე იქნება ცოტა რთული, მაგრამ მოდი შევესწრები მე ეხლა რო გადავალ. აი იდეაში მერჯინების საშუალებით გონი ვერ იმას ვიღებ. მაგრამ გონი. მოდი ვნახოთ, მაინც შევამოწმოთ. d1 მერჯინ არ მოიცა. არა, ვერ შემება, იმიტომ რომ ეს ბლოკი, ეს ელემენტი მაგალითად ამას რომ merging top-ი დაუწეროთ, ზემოდან რომ merging-ი დაუწეროთ. ეს ბლოკი ავა და ანალოგიურად ამასაც ჩაწევს. ანუ იმ შემთხვევაში შეიძლება გადმოვიდეს ეს დივი ამაში თუ აი მაგალითად, ნუ ამ დივში მყოფი ელემენტი თუ ეხლა ეს რაღაცას განა მაგალითად. ჩვენთან მაგალითად ერთმანეთს გადაიფარა ესენი. დივები? ხო, ეს ორი კუბიკი ერთმანეთს გადაიფარა. 50 პიქსელზე და 600 პიქსელზე რო ავწევ, მერე ჩამოექცემა. რა დაუწერება მითხარია მეც ინტერესებს როგორ გადააფარე? არაფერ დამიწერია იქ ამაკ საფარიში მაგახსნილი. როგორც ჩვენ გვიწერია, ისე გიწერია შენს და კი და შეიძლება მაგიტო იმას ქნა. It's display inline blocks მივცემ ახლა ჩვენს არა ჩემთან ახლა პრობლემად შემთხვევაში ვერ გადავლინს position-ების გარეშე წესით ვერ გადაიფარებიან ერთმანეთს ვერანაირად. ხო. ანუ position-ი თუ დაუწერეთ იდეაში შემიძლია განახებთ position. relative იყოს კაი. right noli არა. absolutely. რაღაცა არის, რომელიც განახებთ და left noli დავჭერთ. აი ეს შეგვიძლია გადავაფაროთ ეს ბლოკები ერთმანეთში.
რაღაც მივიღეთ. პოზიციონირებით შეგვიძლია. მადლობა. ხო. იდეაში merge 0 autos ნახეთ. მაგალითად ეხლა ამ ეს ბლოკი მინდა რომ ცოტა ჩამოვწიო, ხო არ მინდა რომ ერთმანეთზე მიწევებული არის. ამ შემთხვევაში მე ავდგები D1-ს მიმართავ წერტილის საშუალებით, ანუ აქ ხომ აქ D1 მიმართავ და ვეტყვი merge op ну თუ მარტო ერთი merge-ი მინდა მივცენ ეს ბლოკს. მაგალითად 50 პიქსელი. ამ შემთხვევაში უკვე SDV, ნახეთ. SDV ზემოდან გაიკეთებს 50 პიქსელს merge-ს. აქედან გამომდინარე ამასთან ცოტა ჩამოიწევა. ოღონდ განა ეს ბლოკი გაწია, იქიდან გამომდინარე ამ ბლოკს ვერსად ვერ გაწევდა, იმიტომ რომ ეს საიტის ჭერზე არის ასე ვთქვათ მიწევებული. ეს ბლოკი ჩამოვიდა თვითონ. არგი მოდი იდეაში ხა ამ ყოველს რაც მე დავწერე დავაკომენტარებ და ნელა გადავიდეთ პადინგებზე ამას ცოტა ქვემოთ ჩამოვწევ აქაც დავაკომენტარებ ამას და ქვემოთ ჩამოვწევ აი იდეაში მოდი შევქმნათ ახლა ისევე div და მოვიცეთ კლასი padding. ნუ უბრალოდ ესე არ აქვს მნიშვნელობა რას დავარქვათ, უბრალოდ ახლა მე ეს მოვქე padding-ი რო დამერქო. ხო, ახლა მოდი ჩვენ div-ს მიმართოთ ისევე. უბრალოდ padding-ს თან დააკვირდით რომ რადგან padding-ი კლასი არის ჩვენი div-ის, მე ამ div-ს მიმართავ წერტილის საშუალებით და ახლა ვნახე ნიკოს რატომ გადაიფარა აი ესე არ ვიცი იმიტომ რომ ესე არ უნდა მოხდარიყო იდეაში ვერც ერთ შემთხვევაში ერთი კითხვა ხო აი იქ სურათი ვარ ჩაგდებული კომენტარებში ხო ეგ შეიძლება რომ div დავუშვათ ერთი და იგივე ზომის div-ები პირველი div-ის შვილი იყოს მეორე div და მეორე div-ს კონდეს merge-ი და ის ბორდერი რახანა აქ ოდნავ ქვევით ჩამოიწოს და გადაიფაროს თუ არ გადაიფარებოდა მაინც იდეაში ეგრე ხო მაგრამ გადაფარებული იმიტომ იყო რომ ანუ ის მეორე ანუ ცალ-ცალ ეს ხო ეგ შვილობილი იქნება ხო ნუ ეგრე იდეაში არ გამოდის რომ გადაიფარა უფრო ის გამოდის რომ ნუ ამ div-ში იმყოფება ეხლა ეს div ნუ შეიძლება უფრო დიდი იყოს შეიძლება უფრო პატარა მაგრამ უბრალოდ ამ div-ში იმყოფება ანუ ვინც ვერ მიხვდა ეხლა ვინც ისმენდა ესეთი რაღაც მოხდა მეგობრებო ეხლა მე ეს div შევქმენი ანუ ერთი div ხომ აქ და შევქმენი ქვემოთ მეორე div მაგრამ ნიკას შემთხვევაში იყო ეს div-ის გამხსნელში და დამხურავში იყო შიგნით კიდევ ერთი div და აქედან გამომდინარე ეხლა ესენი რო გავაცოცხლოთ ეს სტილები და ესეთი რაღაც გასაგები დავაბრუნებ ისევ თავის ადგილზე არგი ამას გავაცოცხლებ და მოდი მივიცეთ ახლა ისევე 300 პიქსელი width trace padding-ს height-ს შესაბამისად ხო სწრაფად წერ ახლა მე სტილებს და თქვენც უცბად განახებთ იდეაში სწრაფად როგორ უნდა დავწეროთ სტილები როგორც თეგების შემთხვევაში განახეთ მე როგორ უნდა დავწეროთ სწრაფად მაგალითად div შემიძლია დავწერო ანუ ჩვეულებრივ ჭხილების გარეშე და ყველაფერი
მაგივრად უბრალოდ დავწერო მაგალითად div თეგის სახელი დავაჭირო tabs და შემექმნება div. წერან მე თონი არ ვიცი, თონი რეფლექსურად არ გავახსენე, არ მაქვს, მაგრამ მე თუ დავწერ ნახეთ წერტილს და რამე კონკრეტულ სახელს მაგალითად hello-ს ნახეთ მე თუ წერტილს და hello-ს აი აქ ავირჩევ ტაბის საშუალებით ან მაუსის საშუალებით ან ინტერის საშუალებით ნახეთ რა მოხდება შემექმნება div რომელსაც ექნება კლასი hello წერტილი 1 2 3 დავაჭერე tabs და შემექმნა div რომელსაც კლასი აქვს 1 2 3 ხო ეს არის ეგრეთ წოდებული შორტკატები რომლის საშუალებითაც ადვილად შეგვიძლია უბრალოდ ხო არა შორტკატი არა გამოვიწყდა რა ქვია ახლა ტერმინს ნუ არ აუშავს იდეას hotkey ალბათ ხო hotkey და მაგალითად თეგის შემთხვევაშიც ანალოგიურად იქნება ნახეთ მე თუ დავწერ buttons წერტილს და მაგალითად hello-ს ისევე ბათონი წერტილი hello უნდა ერთად წერ და ავირჩევ ნახეთ შემექმნება ბათონი კლასით hello ხო ამას უფრო კარგად განახებთ მე როგორ გამოვიყენოთ მაგალითად რაღაცა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ული შიგნით ლი შიგნით ატეგი რომ იყოს და სტრუქტურების შექმნას რა გავაკეთეთ ხო და აქაც ანუ ნახეთ რა შემიძლია გავაკეთო with w-ს თუ დავაჭერ ავტომატურად with-ს თავაზობს იგანებს თავაზობს პირველ ვარიანტს ანუ w და tab-ი რო დავწერო მე with დამეწერება და აქ ის გადამრჩება რომ პიქსელები მიუწერო წერტილზე მასას თვითონ მიწერს h რო დავწერო აქაც პირველ ვარიანტს h თავაზობს შესაბამისად აქაც შემიძლია რომ მოკლედ დავწერო ეს ყველაფერი ან ნახეთ უფრო ადვილი ვარიანტი შემიძლია w-ს თუ დავწერ ნახეთ პირველი ვარიანტი რადგან with-ი არის მე თუ w და 200-ს დავწერ with და 200 ნახეთ ავტომატურად თავაზობს რომ მეკითხება რომ with-ი გინდა 200 პიქსელით მე დავაჭერ tabs და უკვე შემიქმნის with 200 პიქსელით აქ ანალოგიურად h რომ დავწერო და 200 პიქსელი რომ დავწერო ვიღებ h 200 პიქსელს აქ შეგვიძლია იდეაში ნახეთ b რომ დავწერო პირველი ну bottom-ს თავაზობს ახლა მაგრამ bk რომ დავწერო background color ნახეთ და ასე ვთქვათ სხვადასხვა ელემენტებია ტაცი მაგალითად text align ცენტრი მაგალითად ნახეთ text align left-ი და ესე ვთქვათ მოკლედ რომ სწრაფად რომ წეროთ კოდი ეგ მაგისთვის არის ძალიან კარგი მე ხა ძალიან ხშირად ვწერ ხოლმე შემოკლებით აი მაგალითად with 200 პიქსელი height 200 პიქსელი და ასე შემდეგ ხო და უბრალოდ მაგან არ დაგაბნიოთ მე ხა ძალიან არ გაგასწრებთ ხოლმე გეოდებით თუ თქვენც იწერთ აუცილებლად მაგრამ ზოგადად არ დაგაბნიოთ რომ აი მაგალითად w და 200-ს დავწერე და with-ი საიდან ამას დროთა განმავლობაში სხვებსაც განახებთ სხვა ელემენტებთან დაკავშირებით როგორ გამოვიყენოთ და იმედია თქვენც აი ყველაფერს დაიმახსოვრებთ იმიტომ რომ ძალიან სწრაფად დაიწყებთ უკვე თქვენს კოდის წერას კარგი with-ი მივეცით 200 პიქსელი height-ი მივეცით 200 პიქსელი ამას background color-ი მოდი ახლა ამას პირობითად ორჯერ მივცეთ და მივიღეთ ახლა ჩვენი ბლოკი 200 მოდი ცოტა გავზრდი 400 პიქსელი 400 პიქსელს ისე იდეაში მგონი ჯობია რომ შესვენება გავაკეთოთ და მერე დავიწყოთ პადინგებზე საუბარი იმიტომ რომ ცოტა თქვენი რომ გაანიაოთ ცოტა ხანი რომ დაისვენოთ და მერე ჯობია რომ ლაგზაში გასვლას 10 წუთში დავუბრუნდეთ და გავაგრძელოთ განვიხილოთ უკვე პადინგები რას აკეთებს და რატომ შეგვიძლია დაგვჭირდეს კარგი დროებით კარგი დროებით სპადმო ნიშნავ მეორე ნაწილი
რატომღაც ყველაფერი წაიშალა ერთი წამი გადავხედოთ ვინ იყო
აქ არც მეგობრებო. მე კი აქ ვარ. ბატონო დავიწყოთ 2 წამი მინდა ზუსტად. კარგი, გადმოვიდეთ ახლა პადინგებზე ნელა. და განვიხილოთ პადინგები. მოკლედ. ეკრანი არ გაქვს გაზიარებული მას. გავჩერდი ხო პადინგი. მოკლედ მერჯინები ჩვენ ნახეთ. და როგორც მერჯინებს დავაკვირდით, მერჯინები არის გარე დაშორებული. ანუ ამ ბლოკის გარეთ იქმნებოდა რაღაც სივრცე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასევე შიდა სივრცე შევქმნათ ჩვენ ბლოკში. მე შემიძლია ახლა დავუწერო პადინგები ჩვენს ტიპს, მაგალითად 50 პიქსელი. და მოდი ვნახოთ ახლა რა მოხდება. დავარეფრეშებ ჩვენ გვერდს და თუ დააკვირდებით ახლა ჩვენი ბლოკი რატომღაც გაიზარდა. და მოდი ვნახოთ რატომ გაიზარდა. ჩვენ ვნახოთ რომ როდესაც მაუსი მიმართ თვითონ ამ ბლოკზე 400 პიქსელი 400 პიქსელზე არის აი შუაში ეს ცისფერი სივრცე. მაგრამ თუ მივიტან პადინგებს, პადინგები იქნება ეს გარე სივრცე. ზოგადად ჩვენ პადინგებს ესე არ ვიყენებთ. ანუ როდესაც ჩვენ 400 პიქსელზე პირობითად ბლოკს ქმნით, ჩვენ გვინდა რომ ეს ბლოკი იყოს ამხელა, ხო? თუ მინდა რომ პირობითად პადინგები ქონდეს 50 პიქსელი და თვითონ ბლოკი 400 იყოს, ან საერთო ჯამში 500 პიქსელი თუ მინდა ბლოკი გამოვიდეს, მე მაშინ დავწერ ისე რომ 500 პიქსელი იქნება რეალურად სიგანეში, მაგრამ ექნება ჩვენს ბლოკს box sizing border box. და ნახეთ ახლა რა. წეგან რა ქონდა მიღებული? ვიღეთ ანალოგიური შედეგი. ნახეთ? ჩვენი ბლოკი 400-400-ზე, და დარეფრეშებ. ჩვენი ბლოკი რეალურად 400 პიქსელი 400 პიქსელზეა. იმის და მიუხედავად რომ ჩვენ გვიწერია 500 პიქსელი 500 პიქსელი. მაგრამ ეს 50 პიქსელები დაიკავა მერჯინები. ანუ შიგნით ამ ბლოკში შემოვიდა ამ სივრცეში რაღაც შიდა დაშორებული. რაში შეიძლება დაგჭირდეს ეს ყველა? მოდი დროებით ამ პადინგებს და box sizing-ებს წავშალ. და მე შევქმნი ამ დივში ეს რაღაცას. შევქმნი პარაგრაფს. ავარჯობა. შევქმნი რამე ღილაკს. მიქნი პირობითად. მოდი კიდე რამე input-ი იყოს, ნუ input-ი ჯერ არ გაგვულია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ელემენტია input-ი, type-ი აქვს, ატრიბუტი, ანუ შიგნით რა უნდა ჩაიწეროს უბრალოდ ამას ვეუბნებით. ნუ ამას შემდეგ უფრო დეტალურად განახილეთ რა შემდგომ. მაგრამ უბრალოდ ახლა განახებთ რომ რაღაც ესეთი მივიღეთ. მაგრამ თუ დააკვირდებით, ახლა ეს ელემენტები რატომღაც მიწებებულები არიან ამ ბლოკზე. და ლოგიკურიც არის, იქიდან გამომდინარე რომ უახლოეს ზემოთა მარცხენა კუთხიდან დაიწყეს. და ესეც ანალოგიურად. მაგრამ მე თუ დავუწერ ახლა ფენს divs padding-ებს მაგალითად 100 pixels და ასევე box-ტირე
sizing border box ეს აუცილებელია. მე ახლა არ განახებ box sizing border box-ის გარეშე გამოყენებას, არ გასწავლით იდეაში ესე დაწვრილებით. კი განახებთ განსხვავებებს, მაგრამ ზოგადად ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ box sizing border box. დავაჭერთ არეფრეშებას ახლა და ნახეთ რა მოხდა. ჩვენი ის TV რეალურად და სად არის ეს ჩვენი TV და გარეთ პადინგი. ნუ ახლა 100 პიქსელი ცოტა ბევრი მოგვივიდა, მოდი. 10 პიქსელი გავუ. და ნახეთ, ახლა აღარ არის მიწებებული კუთხეზე და არც აქეთ, ნახეთ, ტექსტი არ მოეწებება. მაგალითად, ახლა ამ ორივეს გავუთიშავ დროებით. და ჩვენს დივში, ახლა ნახეთ რას გავაკეთებ, ესეთი რაღაც გვაქვს HTML-ში, ნახეთ, დავწერო lorem-ს და მაგალითად 200. lorem-ის დაწერა და რიცხვის მიწერა, მასზე ნიშნავს იმას, რომ შეგვექნება რაღაც random ტექსტი, რომელშიც იქნება რაღაც random სიტყვები. უბრალოდ იმისთვის, რომ შევამოწმოთ დიდი ტექსტი, როგორ მოიყურება ჩვენ საიტზე. ეხლა ნახეთ, მერჯინების, პადინგების გარეშე უბრალოდ აქ მაქსიმალურად მარცხენა კუთხეში არის ჩვენი ტექსტი, აქაც მაქსიმალურად მარჯვენა კუთხეში გამოდის. მაგრამ ჩვენ თუ არ გვინდა ეს ტექსტი რომ მიწებებული იყოს ამ კედლებს, დავუწერთ paddings და box sizing border box-ს ჩართული იყოს ასევე. თუმცა მე დავუწერ, როგორც მერჯინის შემთხვევაში არის, აქაც ანალოგიურად იწერება, მე padding top, padding bottom, padding left, padding right, პირველი პარამეტრი თუ 30 პიქსელი გვექნება და მეორე 20 პიქსელი, აქაც 10 პიქსელი პირობითად, აქაც ანალოგიურად ზემოდან და ქვემოდან იქნება 30 პიქსელი დაშორება, გვერდებზე 10 პიქსელი. მოდი პირიქით გავაკეთებ, ახლა მე 10 პიქსელი ზემოდან და ქვემოდან გვექნება, გვერდებზე 20. და მოდი ვნახოთ ახლა რა მოხდება. დავარეფრეშებ ჩვენ საიტს და ნახეთ როგორ ქონა მიცდებული, ხო 10 პიქსელი ზემოდან და ქვემოდან 10 პიქსელი გვერდებს. და ნახეთ როგორი padding-ებმა რა მოხდა. ჩვენი ტექსტი როდესაც მიწებებული იყო ჩვენ ბლოგზე. უბრალოდ ჩვენი ტექსტი როდესაც ჩვენ ბლოგზე კუთხეებზე მიწებებული იყო, ეხლა შიდა დაშორებებიდან გამომდინარე მივიღეთ ესეთი რაღაც, რომ ნუ რასაც ხედავთ მოკლედ ის მივიღეთ ახლა. ეში ბევრს ამაზე საუბარს ამაზე აღარ დავიწყებ. ძალიან საინტერესო რაღაცა არის ზოგადად padding-ები, ძალიან ხშირად გამოიყენება პროექტში მუშაობისას. და კიდევ ერთი რა მინდოდა მე ხო ზოგადად მეგობრებო, ერთი რაღაც დაიმახსოვროთ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ, ჯერჯერობით ამ ტექსტში წავშლი, ნუ რამდენიმე სიტყვას დავტოვებ. როდესაც ჩვენ HTML-ის ტაიპს ვქნით, მოდი CSS-ს გავუთიშავ. თლიან და ყველაფერს იქნება გავუთიშავ. რეალურად, ნახეთ, inspect element-ში რო გადმოვიდე, თუ დააკვირდებთ, mouse როდესაც მიმაქვს მე პარაგრაფზე, ზემოდან და ქვემოდან ამ პარაგრაფის რა არის, ალბათ უმეტყველთ. ის გამოდის, merge-ი გამოდის ავტომატურია. კი, merge-ები გამოდის. ამას თუ დააკვირდებით, აი ეს შიდა რაღაცა რა არის? აი ეს input შიგნით აქვს. ეს არის merge-ები და padding-ები. ანალოგიურად ჩვენ ბათონს, ნუ ბათონს ავტომატურად ექნება. მაგალითად შევქმნი მე ახლა h1-ს. იქ h1-ს გავაკეთებ, სადაც წერე. save. ვარშავად გამოვიტანოთ, ნახეთ. ჩვენ h1-საც აქვს შესაბამისად merge-ები. აქედან გამომდინარე იმის თქმა მინდა მე რომ ზოგადად HTML-ის ყველა ტექსტს, ნუ თითქმის ყველა ტექსტს აქვს თავისი საწყისი merge-ები და padding-ები. ზოგს merge-ები აქვს, ზოგს padding-ები, ზოგს ორივე, ზოგს არც ერთი.
ამიტომაც ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიწყებთ CSS-ში მუშაობას, ყოველთვის პირველ რიგში რას ვაკეთებთ? გადმოვდივართ CSS-ში და წერთ pip-ს. pip-ი რას ნიშნავს? pip-ის საშუალებით მე ვეუბნები HTML-ს, რომ შეგნით ყველა თეგი რაც იქნება, საერთოდ ყველა თეგი, მიეცი იმას სტილები. ანუ მე ხო შემიძლია დავწერო div button და მივცე სტილები ყველა ღილაკს, მაგალითად button-ი თუ დავწერე, ეს ხომ იმას ნიშნავს, ყველა button-ს მიეცემა ეს სტილები. რამე div 2 თუ მაგ, ანუ კლასის საშუალებით მიმართავ, ხო? ეს სტილები მაგალითად color red დავწერე ხა და color red იქნება გამოყენებული იმ ელემენტზე, რომელსაც კლასი აქვს div 2. აქ ყველა button-ს, მაგრამ pip-ის საშუალებით ვეუბნებით, რომ ყველა საერთოდ ყველა HTML-ის ელემენტი რაც იქნება, ყველაფერს მიეცი ეს სტილები, რასაც ჩვენ ჩავწერთ. ამიტომაც ჩვენ აქ pip-ში უნდა გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული განულება. ანუ გავანულოთ სტილები. საწყისი HTML-ის რაც არის, ეს სტილები უნდა გავთიშოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე უნდა მოვირგოთ ახლა ეს სტილები და აქედან გამომდინარე უნდა დავიწყოთ მუშაობა. და არა რაღაც ეს HTML-ის სტატიკური სტილები, რაც თავიდან გვხვდება. ამიტომაც ყოველთვის, როდესაც საიტის წერას ვიწყებთ, გადმოვდივართ CSS-ის ფაილში და ვწერთ margin 0, წერტილმძიმე padding 0 და box sizing border box. box sizing border box-ი არის სავალდებულო, ანუ ყოველთვის ჩვენ საიტზე უნდა გქონდეს ჩართული box sizing border box. იმიტომ რომ მე შემდეგ ყველა ელემენტზე არ მოგვიწევს box sizing border box-ის წერა, ერთხელ დავწერთ აქ და ყველა ელემენტზე იქნება გამოყენებული. box sizing border box-ზე უფრო კარგად ვისაუბრებ ახლა. უფრო კარგად. მე კლას რო გავუწერთ რაღაცას, ეს ხელს არ შეუშლის? არაფერს არ შეუშლის ხელს, შემდეგ ჩვენ ხო შეგვიძლია მაგალითად ახლა მე მოვედი და padding-ი რაც მაქვს ეს div-ი მაგალითად, ხო? ამას მე რომ მივცე margin-ი 20 პიქსელი. ოკეი, ეს მიიღებს margin-ს 20 პიქსელს. იმიტომ რომ მე ვუთხარი და თან ქვემოთ დავუწერეთ. ეს პრიორიტეტიდან გამომდინარე მიეცემა. ხო. ანუ ჩვენი სტილების კითხვა CSS იწყებს ზემოდან ქვემოთ. ანუ ეს ვარსკვლავში გამოდის, head-ივით გამოდის, როგორც HTML-ში ასე ვთქვათ და ხო. უბრალოდ ამის საშუალებით, pip-ში საშუალებით ვეუბნებით, რომ აი აქ divs მიეცი, hr's მიეცი, paragraphs მიეცი, inputs მიეცი, buttons მიეცი, body text მიეცი, heads, metas, links, titles, ყველაფერი რაც HTML-ში ნახავ, ყველაფერს მიეცი ეს სტილები. მერე ჩვენ რა თქმა უნდა შევუცვლით ახლა რომელზეც დაგჭირდება merge-ის რომელზეც padding-ი შეიძლება, box sizing content ანუ სტანდარტულად აყენია content box-ი. Content box-ი არასდროს არ მინახავს მე სადმე რომ იმეს რამეში გამოიყენებინა პირდაპირ როგორც კი ვიწყებთ საიტის წერას box sizing border box. всё, border box უწერთ და მორჩა ვიწყებთ მუშაობას. რომ სტრუქტურა არ დაგვერგოს და აი ამაზე ახლა კიდევ კარგად განახებთ რატომ უნდა დაუწეროთ border box-ი. და იდეაში ახლა აი ეს განულება რომ დაუწერო, მოდი ვნახოთ ახლა განსხვავება რა განსხვავება აქვს განულების და განულების გარეშე offsite. ნუ ახლა ეს განულების გარეშეა დაწერილი, რომ გადავტვირთავ საიტს, ნახავთ განულებით როგორ შეიცვლება ჩვენი საიტი. ნახეთ, გავანულე მე ახლა იდეაში სტილები, გამოვწევ ამას. ვაც თუნი ბოლომდე ჩვენს divs აქვს margin 20 პიქსელი, ამას გავთიშავ. და ნახეთ რა მოხდა, მაქსიმალურად მიეწება ზემოთა მარცხენა კუთხეს. ანუ აღარანაირი დაშორებები აღარ გვაქვს. აღარ გვაქვს არანაირი დაშორებები. იმიტომ რომ ჩვენ გავთიშეთ ყველა სტანდარტული სტილი. მოდი ისევე ამას გავთიშავ ახლა დავაკომენტარებ ჩვენ განულებას და ვნახოთ ახლა კიდევ. ნახეთ, margin-ები და ასე შემდეგ. ეს ჩვენ არ გვაწყობს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება HTML-მა რომ თავისი რაღაც სტილები მოგვცეს, ეს არის უკვე ძალიან რავი 1-40 წლის ტექნოლოგია, დაახლოებით მასე, რის შემდეგადაც
მივიღეთ ესეთი ანუ ძალიან დიდი ხანია უკვე HTML-ს აქ, რატო არ უთიშავენ სტილებს მე არ ვიცი, იმიტომ რომ ეს სტანდარტული სტილები იმიტომ იყო ადრე გამოყენებული, რომ CSS-ი არ არსებობდა მაშინ. CSS-ი არ იყო და HTML-ით შენ რო რაღაცას დაწერდი, ანუ თუ იცით, ანუ დაახლოებით ესე გამოიყურებოდა საიტები რა CSS-ის გარეშე, სტილების გარეშე და აი მაგალითად რამეს დავგუგლავ მე ხო ვთქვათ. Out CSS მაგალითად. აი ესე განახნახეთ, ესე იყო ადრე საიტები, ანუ ეს არის საიტი მარტო HTML-ით დაწერილი CSS-ის გარეშე. რეალურად ახლა აი აქ ეს მერჯინები რაც არის მიცემული. ეს არის სტანდარტული HTML-ის საშუალებით და ხო, ოკეი, ძალიან კარგია იქიდან გამომდინარე, რომ ეს CSS-ი არ არის გამოყენებული და რაღაც დაშორება უნდა იყოს. აქაც ტექსტებს შორის, აქაც ტექსტებს შორის, აქაც დაშორება რაღაცა, დაშორება, აქ დაშორება და ასე შემდეგ რა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ეს კარგი, როდესაც CSS-ი არ გვაქვს ჩვენ. მაგრამ CSS-ი რადგან გვაქვს და გვაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას, ძალიან ბევრ ვარიანტს იმისას, რომ შევქმნათ რამე ძალიან ლამაზი და მოხერხებული საიტი, ყველანაირად ჩვენ აღარ გვჭირდება ეს HTML-ის სტანდარტული სტილები. ამიტომაც ჩვენ თავიდანვე ვანულებთ ჩვენ სტილებს, ვეუბნებით, რომ HTML-ის სტილების დაწერა არ გვჭირდება, ჩვენით მივცემთ, რასაც რა დაჭირდება. ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ მუშაობას. გონი ვიღაც დაგვემატა. დიანა, გამარჯობა. გამარჯობა ზაზა. აუ, იცით რა არის? მე გითხარით რომ მეგონა არ ვიცდებოდი, ხო გაგაფრთხილეთ და მირეკა. ავტომატურია თუ წინაზეც დამირეკეს და ხო, ანუ საქართველოში და მაგიტავ ხო, ანუ მოსწავლე ზოგადად როცა არ შედის იმაზე, როდესაც მე არ მისვამ. ყველა შემთხვევაში რეკავენ მოსწავლესთან რომ გადაამოწმონ ხო მშვიდობა ასე ვთქვათ. გასაგებია ხო, კარგი. უბრალოდ ხო, არ არის პრობლემა, უბრალოდ ხო არ დაგავიწყდა რამე ხო არ ის ამას. კარგი, მაშინ მე ახლა გავალ. და მე შემდეგ ჩანაწერებს ვუყურებ რა. კარგი, მაშინ მონიშნავს გაგიუქებთ ნახაროთ. კარგი დროებით. ხო, რა მინდოდა კიდე მეთქვა აქ. ხო, იდეაში მოდი ახლა კიდევ რამ პადინგებზე ვივარჯიშოთ. ჩვენ პადინგებს მოდი ისევე აი ამ სავში. და ისევე ამ სტილებს დავუბრუნებ. ანუ სიგანეს, სიმაღლეს, background colors, ну პადინგებს შეიძლება ვიწავში. ხო, ну აქ არაფერი. მე განსაკუთრებული სტილი არ გვაქვს მიცემული. და ნახეთ თუ დააკვირდებით ახლა ბლოკის როგორ მიწევებულია კუთხეზე. აბა ვინმე ტყვის რომ აი ცოტა ქვემოთ მინდა, აი ცოტა ცენტრისკენ იყოს ეს ბლოკი ჩამოწეული და ცენტრში. რა უნდა გავაკეთო? margin top-ით. margin და auto. მე პირველი ჩავწეროთ პიქსელები და მე ავტომატურად. ხო. კი ბატონო. ანუ margin-ი ჩავწეროთ რამ პიქსელები, მაგალითად 100 პიქსელი და მეორე პარამეტრის სახით auto. ჩვენ დავიწამო. ობიტეს. ხო. და მოდი ახლა მივცეთ პადინგები ჩვენს ბლოკს. მაგალითად პადინგი ყველა მხრიდან მივცე მათ პიქსელს. და ნახეთ box sizing border box-ი როდესაც გვაქვს ჩართული. ახლა ეს ხო ყველაფერი მიწებებული არის ბოლომდე. ოროფეში და ნახეთ რა მოხდა. ანუ აქედან ყველა მხრიდან ბლოკის შიგნით შეიქმნა დაშორება. მაგრამ ნახეთ რა მოხდა ახლა. ჩვენი ბლოკის სიმაღლე 100 პიქსელი რატო გიწევთ?
სიგანა იქიდან გამომდინარე რომ მერჯინული ავტობუსი. სიმაღლე არის 500 პიქსელი. ვიცით, ეს ბლოკი ამ ქონა არჩეული, ხო? ძალიან გამიკვირდა, მეთქი რა უცნაური რაღაც მოხდა. თორმე ეს ბლოკი არ მქონდა არჩეული. ხო, დააკვირდით. როდესაც მე box sizing border box-ი მაქვს ჩართული. ამით, ადვილად რომ გითხრათ, როდესაც მე ვეუბნები რომ ბლოკის სიგანეში უნდა იყოს 500 პიქსელი და სიმაღლეში უნდა იყოს 500 პიქსელი. შენ მე რაც არ უნდა გითხრა, რა პადინგებიც არ უნდა მოგცე, რა ბორდერიც არ უნდა გაგიკეთო საზღვარი. შენ ეს 500 პიქსელი 500 პიქსელი 500-ზე გამოიყენე იმაში, რომ ეს ყველაფერი მოაქციო. ანუ არ გამიზარდო მე ბლოკი. მე რომ გეუბნები რომ 500-500-ზე უნდა იყოს ეს ბლოკი. შენ არავითარ შემთხვევაში არ გამიზარდო ეს ბლოკი. გამოიყენე ეს 500 პიქსელი იმ სივრცეში, რომ შექმნა პადინგები და ასევე ბორდერიც. მოდი ახლა მე ბორდერსაც მიცემ ჩვენ ბლოკს. მაგალითად, ბორდერს დავუწერ 30 პიქსელს, solids და წითელს. ანუ წითელი ბორდერი გავუკეთოთ ჩვენს აი ამ divs. და ნახეთ რა მოხდა. ჩვენი ბლოკის თვითონ აი ეს ლურჯი სივრცე რაც არის. ნახეთ რამდენი გახდა 420 420-ზე. რეალურად 500-500-ზე გვაქვს, ხო? და რატო მოხდა ეს? საერთო ჯამში ეხლა ჩვენ გვაქვს ბლოკი, რომელიც არის 500-500-ზე. მაგრამ ბორდერმა გამოიყენა 30 პიქსელი იმისთვის, რომ ამ ბლოკს აიღო შიგნით, ანუ ამ ბლოკის შიგნით შექმნილიყო ბორდერი, პადინგები 10 პიქსელი და დანარჩენი უკვე 420 პიქსელი ჩვენი დარჩენილი სივრცე ამ ბლოკისთვის. სადაც რაღაც კონტენტი შეგვიძლია რომ დავტოვო. მე რომ აი აქედან ახლა box sizing border box-ი წავშალო. აი თქვენი აზრით, აი აქ დაახლოებით რა ციფრები მექნება რომ მითხრათ. იქნება 500-500-ზე, მაგრამ გარეთ რაც იქნება, ანუ ხო, ესენი ჩვეულებრივად გარეთ არჩება, მაგრამ უბრალოდ გაიზრდება რა. კი, ნახეთ. ეხლა მე ამას დავაკომენტარებ ეხლა, ანუ ეს იმას ნიშნავს უპირობითად წავშალე. და მოდი გავაგადმოთ. ნახეთ, ჩვენი ბლოკი გაიზარდა. ნახეთ, საერთო ჯამში რამდენი გახდა? 510, 540 პიქსელი ორივე მხარეს. ანუ ჩვენი ბლოკი გაიზარდა. რამაც ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს საიტის სტრუქტურის დარღვევა. შეიძლება რაღაც ელემენტზე მე მაქვს 500 პიქსელი, 500 პიქსელზე ნათქვამი, ანუ ის როგორი სიტუაცია არის, მაქვს 3 ელემენტი. სამივე ელემენტი სიგანეში არის 100 პიქსელი. ეს სამივე ელემენტი, რომელიც სიგანეში 100 პიქსელი არის, მაქვს ერთ ელემენტში ჩასმული, რომელიც არის 300 პიქსელში. მან 1 პიქსელი რომ გავიდეს გარეთ. ეს სამივე გვერდიგვერდ ვეღარ დაეტევა და მესამე ელემენტი ჩამოვარდება. თუ 1 პიქსელით მაინც გაიზარდა. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება დარღვევა, თუ box sizing border box არ ვიყენებთ. შეიძლება box sizing border box-ის შემთხვევაში მოხდეს დარღვევა და გაიზარდოს ბლოკი, მაგალითად ახლა ისევე დავაბრუნებ box sizing border box და პადინგებს დავწერ მაგალითად 500 პიქსელს. ამ შემთხვევაში მოხდება დარღვევა და ჩვენი ბლოკი გაიზრდება. ამიტომაც, ზედმეტად გადამეტებული პადინგების რაოდენობაც არღვევს საიტის სტრუქტურას, ანუ მაინც გაიზრდება ჩვენი ბლოკი box sizing border box-ი ამ შემთხვევაში ვეღარ გვიშვებს. ნუ ხოლმე ესეთ უბრალოდ არარეალურ ციფრებს თუ დავუწერთ პადინგს. თუ დავიცავთ სწორ სტრუქტურას, ნუ ეხლა მაინც და მაინც ბლოკი რამ ხელაც იქნება, იმ ხელას თუ არ მივცემთ პადინგებს, არაფერი ისაში არ მოხდება. box sizing border box-ი ახლა ჩართული გვაქვს
ხო, კიდე რისი თქმა მინდოდა აქ? ენჯინებზე და პადინგებზე. ხო, აი, ეხლა იმ მაგალითს მოგიყვანთ, აი, იმას გავაკეთებ, რომ გეუბნებოდით 100 პიქსელის 3 ელემენტი. მოკლედ ეხლა ამასაც დავაკომენტარებ მე. ამ დივსაც დავაკომენტარებ. ბოლოს ეს თლიანი ფაილი ხო აიტვირთება. კი, ან გიტვირთავთ აუცილებლად. ეხლა მე შევქმნი ერთ დივს, რომელსაც კლასს მივცემ parents, მაგალითად მშობელი დივი იქნება. შიგნით ამ დივში ნახეთ გამხსნელში და დამხურავში კარგად დააკვირდით, მეგობრებო, ეს არ აგერიოთ. გამხსნელში და დამხურავში ჩავწერ კიდევ 3 დივს. მოდ ნახეთ წერტილი და მაგალითად დავწერ inner. და პირდაპირ შემექმნება დივი კლასით inner. ამ დივს ნახეთ 3-ჯერ ჩამოვაკოპირებ. იწერს ვინმე? მეორეც. კი ბატონო. ნელავთ. კარგი, გავაგრძელოთ მაშინ თუ არ ჭირდებათ ვინმე სტალობდება და ეხლა გადმოვალ CSS-ში და წერტილის საშუალებით parents მიმართ. დავეტყვი, რომ სიგანეში უნდა იყოს 300 პიქსელი. სიმაღლეში მოდი ვეტყვი, რომ შენ უნდა იყოს 200 პიქსელი. მოდი background color-ი მივცეთ orange. ნახოთ. მივიღეთ 300-200. მოდი 100 პიქსელი იყოს, რომ ცოტა ვიყრი იყოს, ხო? აი ესეთი რაღაც მივიღეთ. ეხლა მე inner-ებს, ნახეთ, მივცემ უნიკალურ კლასებს. ეხლა inner-ი ამ დივების საერთო კლასია. მაგრამ მე შემიძლია დავუწერო მაგალითად i1, i2 და i3. ეს რას ნიშნავს, მეგობრებო? მე როდესაც inner-ს ვეტყვი, რომ სიგანე უნდა გქონდეს 100 პიქსელი, width 100 პიქსელი. სამივე დივი მიიღებს სიგანეს 100 პიქსელს. მაგრამ i1-ს რომ ვუთხრა, რომ შენ სიგანე უნდა გქონდეს 50 პიქსელი, შესაბამისად i1, ანუ პირველი დივი გახდება 50 პიქსელი. მივხვდით ხო, იმედია მეორე კლასის დანიშნულებას, ანუ ესენი იქნება საერთო კლასები, ანუ inner-ს რომ მიმართავ. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დივს მიმართავ, რომელსაც კლასი აქვს inner-ი, მაგრამ თუ i1-ს, i2-ს ან i3-ს მიმართავ, ესე იგი, ამ სამიდან რომელიღაცას უნიკალურად მიმართავ. აი, მოდი ახლა inner-ს მიმართოთ და ვუთხრათ, ანუ ყველა დივს, რომ სიგანეში იქნებიან 100 პიქსელები და height-ი 100 პიქსელი. მე ეხლა i1-ს მიმართავ კლასს, ვეტყვი background color, მაგალითად თუ i2 background color one და i3-ს ვეტყვი, რომ background color-ი უნდეს ყვითელი მაგალითად. არა, ყვითელი არ გვაწყობს, ნაინდის ფერ background-ს. აი, ყვითელი. მოკლედ, მივიღეთ 3 ბლოკი, რომელსაც სიგანე აქვს 100 პიქსელი, სიმაღლე 100 პიქსელი და ყველა სხვადასხვა ფერი. მოდი ჯერ პირველ რიგში ვნახოთ, როგორ ჩამოეწყობა ქვემოთ. ხო, ქვემოთ ჩამოეწყობა.
ეხლა სამივე როგორ განვალაგო ერთ ხაზზე? display inline block-ი უნდა გავუწეროთ. კი ბატონო, inner-ს დავუწეროთ display inline-block. ნახოთ? უბრალოდ წითელი ხა აღარ ჩაეტია წითელი, ხომ უბრალოდ? ხო, მაგრამ რატო აღარ ჩაეტია? იდეაში უნდა ჩატეულიყო. ამ შეუშალა ხელი. აი აქ რატომაც არის დაშორება ეხლა. დაშორების გამო. ხო, მაგრამ ეს დაშორება რამ შექმნა? საინტერესო. უცნაური ას მოხდა. ეს დაშორება საიდან გაჩნდა? ერთ წამი აქ რაში მოხდა? ოიმი ჩინური საიდან მოხდა? ეს რა არის? რაღაც ვირუსი დაუწერეთ. აშკარად ვირუსს გავს ახლა ეს. what? Live server-ო რა ხდება? ო, აქაც რაღაც უცნაური ხდება, რატო არ დადგა ეს ბლოკი, აქ დაშორება რატო ერთი წამი. უცნაური რაღაცები. არა, ეხლა კი დაეტია, მაგრამ ეს ბლოკები ერთმანეთს რატო ეწევიან? display inline block-ი. ეს წამი რაღაც მოინტერესებს. Flex-ი მიაწება რა. ესეთ შემთხვევაში მოქმედებს. ხო, ნუ flex ერთ რაღაცას გეტყვით, უბრალოდ flex მაგალითზე განახეთ. მოხედავთ აი inline block-ი ამ შემთხვევაშიც არ გამომადგა ვერაფერში ვერ გამოიყენებ ამ inline-ს. ნუ არის სიტუაციები გამოიყენებ, მაგრამ აი ძალიან რთულია. display flex-მა ეხლა უბრალოდ აი ეს სამივე ელემენტი ერთ ხაზზე ჩააწყო. ანუ ჩათვალეთ, რომ ამ შემთხვევაში inline block-ის თვისება გამოიჩინა და უბრალოდ ერთ ხაზზე დააყენა ყველაფერი. და კიდევ ერთ პარამეტრს დავწერმე. ეს პარამეტრი უბრალოდ ეუბნება, რომ როდესაც შენ მაგალითად ვერ ეტევი, ახალ ხაზზე გადავარ. ანუ მაგალითად ეხლა მე width 101 პიქსელი რომ დაუწერო ყველა ბლოკს, ნახეთ რა მოხდება. დავარეფრეშებ და ჩამოვარდება აქ. იქიდან გამომდინარე, რომ 1 პიქსელი იდეაში აქედან 1 პიქსელი, აქედან 3 პიქსელი არ იყო იმისთვის, რომ დატევო და 6 პიქსელი. ხო, ანუ 6 პიქსელი არ იყო და გადმოვარდა. ანუ ნახეთ 1 პიქსელის სხვაობა რეალურად და უკვე ახალ ხაზზე ვარდება. მაგრამ ნახეთ, მე თუ box sizing border box-ი მაქვს ჩართული, მოდი ყველა inner-ში რაღაც პარაგრაფი, რაღაც 5 სიტყვიანი ტექსტი ჩავწეროთ, რომ მათ განსხვავებები ნახოთ ყველა div-ში. უკაცრავად, სანამ გააგრძელებთ ერთ კითხვა. ხო. inline block-ის შემთხვევაში, აი inner-ებს რო გავუწერეთ inline block, კონკრეტულად მაგათაც რო გავუწეროთ და უშუალოდ merge-ი 0 თუ რამეს უწერიან, თუ რამე ხარვეზია, ხო გადაიწერებდა და წესით ხო არ უნდა კონდეს. ყურე, ამათ უკვე merge 0-ები. სად არის? ეხლა მე რომ წითელი ბლოკი გავხსენი, ნახე merge 0-ია, padding 0. ანუ იმით რეალურად ჩვენ გაუჩვენთ, აქაც მიწერდა, რომ padding-ი არ ქონდა, merge-ი არ ქონდა და არაფერი არ ქონდა, საერთოდ რაც დაშორებას გაიგეთებდა.
inline ბლოკის შემთხვევაში უბრალოდ ეხლა ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ რაღაც პატარა დაშორება მაინც იქნებოდა. ძალიან უცნაურად მუშაობს inline ბლოკი. დღემდე ვერ ამოვხსენი, გაგაცნები. აიმე, ის რა საკეთებს. და ეხლა ნახეთ. ისი გაკეთება მინდოდა. ტექსტი ჩავწერე. მოდი დავარეფრეშოთ გვერდი. და ნახეთ, ეს ტექსტი ეხლა ჩვეულებრივად შემოვიდა ჩვენს დივებში. მოდი დავუწეროთ ეხლა პადინგები და ვნახოთ რა მოხდება. ანუ inner-ს დავუწერ პადინგებს. ანუ ჩვენი ტექსტი რო შევავიწროვოთ ეხლა. პადინგი ყველა მხრიდან 10 პიქსელი. და მოდი ვნახოთ. როგორც ხედავთ ეხლა შიგნიდან შეიქმნა 10 პიქსელი პადინგი, ანუ 10 პიქსელი დაშორება, რომელმაც შეავიწროვა ეს ტექსტი. კუთხეებიდან გამოაწევა. მაგრამ მე თუ box sizing border box შავ ან დავაკომენტარე, ან ჩათვალეთ რომ წავშალე ეხლა box sizing border box დავარეფრეშებ, ნახეთ ეს ბლოკები გაიზარდა. ანუ პადინგმა გაზარდა. ეს ივცე. box sizing border box შესაბამისად ამას არ დავუშვებთ. მოდი ვნახოთ ეხლა პადინგების მაგივრად ბორდერის მაგალითს. border 1 პიქსელი solid რამე ისეთი მაგენტა, რომელიც არ მოხდა. ანუ პადინგები წაუშალე ეხლა ინერებს, ინერები მეგობრებო, აი შიდა ბლოკები არიან ამ ფარენჩი. და box sizing border box-ი ჩართული გვაქვს. მოდი ვნახოთ. როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად გაიკეთეს ბორდერები, ყველა ბლოკმა გაიკეთა ბორდერი, მაგრამ არსად არ გადავარდა. მაგრამ მე თუ box sizing border box გავთიშავ, გადმოვალ CSS-ში და box sizing border box გავთიშავ. დავარეფრეშებ საიტს. ნახეთ, ჩვენი ბლოკი ვერ დამოდაეტია და გადმოვალ. ანუ box sizing border box-ი, როდესაც გავუთიშე, ანუ ეს ბორდერები გან ამ ბლოკის სივრცეშივე შეიქმნენ, ანუ ამ 100 პიქსელში ჩაედინნენ. 101 პიქსელი გახდა ყველა მხრიდან ეს ბლოკი. და შესაბამისად აღარ დაეტია ამ 300 პიქსელში. ხო, ეხლა ფლექსები გამოვიყენეთ, მაგრამ იდეა ის იყო ამ ფლექსების უბრალოდ რომ ერთ ხაზზე ჩატეულიყვნენ ეს ბლოკები სხვა ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ არის ამ ფლექსებში ისეთი რომ ასახსნელი იყოს შეერჯეროთ. მაგრამ აი ორ გაკვეთილში უკვე ანუ ერთი გაკვეთილი გვაქვს ფორმებზე და მე უკვე ფლექსები უნდა დავუწყოთ. და კარგად უნდა ვივარჯიშოთ ფლექსებზე. შეგვიძლია ამასთან CSS-ში შემახედეთ, კარგად ზუსტად როგორ გიწერიათ, იმიტომ რომ ჩამოურჩი რაღაცა უცებ და გადავიდეთ. კი ბატონო. ხო, მეგობრებო, თუ პირობითად აი მე მიწერი ახლა კას ფარენტ პირობითად ინერი, ზოგ მომენტში შეიძლება დაგავუწყეთ ეს ინერი რომელი ელემენტია. ან ეს ფარენტი რომელი ელემენტია და რას მინდა. არ მოგერიდოთ, კითხეთ, რომ აი ეს ფარენტი რა არის, ანუ რას მიმართავთ მაგის საშუალებით ინერი რომელია, მაგალითად რომელი ის background color და height რაღაცა ბორდერი და გავიწყდათ რა შვება ან ის solid-ი რას ნიშნავს. ნებისმიერ მომენტში, აი როგორც კი რაღაც კითხვა გაგიჩნდებათ, რომ ვერ გაიგეთ პირობითად რაღაც. პირდაპირ ვკითხეთ. იმიტომ რომ ჯობია რომ მაშინ მე გითხრათ და თქვენ კარგად დაიმახსოვროთ. ვიდრე გამოგრჩეთ და მე ვეღარ გაიხსენოთ რაღაც მნიშვნელოვან მომენტში რას ნიშნავდა. ერთი მარტივი კითხვა მაქვს, შეიძლება. როცა მუშაობთ HTML-ში, დავუშვათ რაღაცა ზედმეტი დავწერე, უკან დაბრუნება როგორ შემიძლია, ანუ კი ბატონო. რო ვერ მივხვდი ზედმეტი რა დავამატე და უკან რო დავბრუნდე. იდეაში აქ გვაქვს სხვა ვარიანტი. აი მაგალითად ეხლა მე დავწერე ტექსტი, მე კიდე გადმოვედი აქ ქვემოთ რაღაც ტექსტი დავწერე, კიდე ქვემოთ ტექსტი ჩამოვედი, ტექსტი. დიახ. რაღაც.
მეგობრე, კონტროლს დავაჭერ და კონტროლ Z-ს საშუალებით უკან ვაბრუნებ ყველაფერს, რაც დავწერ. წინ როგორ დავაბრუნე, ანუ ისე როგორ დავაბრუნოთ, როგორც ამ თუ კონტროლ მაგალითად რაღაც დაწერე და კონტროლ Z-ი წაშალე, ანუ უკან დააბრუნე. წინ ვეღარ წახვალ, მაგრამ აი აქ ნახეთ ექსპლორერი რო გავხსნათ. აი აქ გვაქვს დააკვირდით timeline. ამ timeline-ში წერია ყველაფერი, სად როდის რა დავწერე, ნახეთ. I'll save it. და აი აქ წერია დრო როდის რომელ წუთზე დაიწერა. ეს ყველაფერი შეგვიძლია ვნახოთ timeline-ში. სად რომელ წუთზე რა დავწერეთ, როგორ გქონდა და რანაირად. მადლობა. ყველაფერს თავის თუ აწერე. აქვს. აქ კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა მერჯინებზე და პადინგებზე. ეაში ხონი აქ ისეთი განსახილველია, არაფერი გვაქვს. თქვენ თუ გაქვთ რამე კითხვები, აი დღევანდელ თემასთან დაკავშირებით, რამე თუ დარჩა, გაუგებარი. კარგით მეგობრებო, მაშინ დავამთავროთ დღეისთვის ლექცია. აუ, ერთი კითხვა მაქვს კიდე ბოტიში. აბა. მეორე კითხვაც. დღეს გამოვაგზავნე დავალება. დღეს არა, მწუხელ და თუ მოვიდა, ანუ რამე პრობლემა ხომ არ არის, იმიტომ რომ პირველად გამოვაგზავნე. ნახავ ეხლავე. გამოჩნდა თქვენთან. კი ბატონო, ნახავ ეხლავე, არ არის პრობლემა. კი, მოსულია. ტეიბლებზე არის ატვირთული ორი დავა. დიახ. კეთილი, დიდი მადლობა. კარგით. კარგით მეგობრებო. მერჯინებზე ბოდიში რამ აი პრაქტიკაში ეცოდინებათ ალბათ აი დაახლოებით ყველაზე რეკომენდირებული ან კაი ვარიანტი რამდენია რომ აი ძალიან ზედმეტი მერჯინით არ მოგინდეს ვიზუალიდან გამომდინარე დაშორება რა. ამ დავუშვათ შეიძლება კარგად ჩანს, მაგრამ აი ძალიან ბევრი მერჯინის გამოყენებაც ხო ცოტა ის არის ცუდი ვარიანტი. კი, თქო. ანუ მაგალითად ახლა მე თუ პირობითად რაღაც ელემენტის ცენტრში წამოღება მინდა, მე მერჯინებს არ გამოვიყენებ. ნუ მერჯინოლი ავტოს გამოვიყენებ თუ ჰორიზონტალურად რაღაც ელემენტის ცენტრში გამოყენება მინდა. ოღონდ მგონი თქვი და თუ არ მithქვამს ახლა გეტყვით რომ მერჯინები გამოიყენება მხოლოდ ბლოკურ ელემენტებზე, ინლაინებზე ვერ გამოიყენებთ. პარაგრაფზე მაგალითად სპანზე ვერა. იდეაში პარაგრაფზე გამოიყენებ ჩვეულებრივად, მაგრამ პარაგრაფში რაც ხომ მთლიანი ეკრანის სივრცე უკავია. და აი რაღაც შემთხვევაში შეგიძლია პარაგრაფზეც გამოიყენო, თუ პირობითად შეზღუდული აქვს რაღაც სივრცე. აი სურათის ჩასმისას მაგალითად მე მგონი კარგი სწორი იქნება, ხო? პადინგის და მარჯინის გამოყენება. სურათის პოზიციის გასასწორებლად. ხო, კი, ნუ ოღონდ ანუ იცი როგორი თემა არის? სურათს ჩვენ აი მე განახით უფრო კარგად. როდესაც სურათს სვავთ ჩვენ სადმე, მაგისტვის სურათისთვის უნდა გქონდეს რამე დივი განკუთვნილი, ამ დივს უნდა გქონდეს ზომა. აი მაგალითად მე შევქმნი ფოტო და მოდი იდეაში ახლა ვიგანახო. ეს თეორიულად ვარ მო. სადღაც მოვიდა. აი მაგალითად ავიღოთ რამე ფოტო და მოდი უბრალოდ ლინკის საშუალებით ჩავსვო. დავაკოპირებ ახლა და აი აქ
მოდი ამასაც დავაკომენტარებ ახლა. და შევქმნი img text. ჩავსვავ src-ში trans links და ნუ იდეაში ვნახოთ როგორ გამოვა ახლა. ძენ. ხო, ნუ როგორც ვთქვათ ესე გამოვიდა ამ ხელს. და მაგალითად divs გავაკეთებ ახლა მე ამ დამყურავს აქედან ამოვჭრი და წამოვიღებ აქ. ეს სტრუქტურას გავასწორებ. არა, ჭირს. control ისამ ჩართული. იგაკეთება მინდოდა. ხო, ჩავსვი divs-ში, მაგალითად class მივცემ ამ divs image-ს. ეხლა მე გადავალ, მოდი ამასაც ყველაფერს დავაკომენტარებ. ამას ჩავთავ ისევე box sizing border box ეს განვლება იყოს და image-ს მიმართავ პირველ რიგში. მოდი დროებით ამ img-ს თვითონ თლიან ხაზს დავაკომენტარებ, თვითონ არც არსებობს ეს ფოტო და ეს რაღაცა გავაკეთებ. მაგალითად width მივცემ 300 პიქსელს, 400 პიქსელს და height-ს მივცემ 600 პიქსელს. მოდი იდეაში იცით რას ვნახავ, თვითონ ფოტოს ზომები რამდენი არის. აი აქ იდეაში ლინკშივე იქნება, ხო, აი აქაც წერია, ნახეთ, 600 პიქსელი სიგანეში, 800 პიქსელი სიმაღლეში. აქაც წერია, ნახეთ, width წერია 600, height 800. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია 600-800-ზე შევქმნათ ჩვენი ბლოკი. 600 პიქსელი width, 800 პიქსელი სიმაღლე. ეხლა ბორდერი გავუკეთოთ. solid ready. უბრალოდ რომ გამოჩნდეს ჩვენი div-ი. ხო, ესე გამოჩნდა და უკვე შეგვიძლია ჩვენი ფოტო აი აქ მოვათავსოთ. ნახეთ, ჩაჯდა ზუსტად ზომებში, ბორდერს გავუჩევ, იმიტომ რომ რეალურად ახლა ფოტო საზღვრიდან გამომდის, იმიტომ რომ ამ ერთმა პიქსელებმა ადგილი წაგვარდა. ნახეთ, ეხლა ამ ბლოკში ზის ზუსტად ეს ჩვენი ფოტო და ეხლა აქედან გამომდინარე შეგვიძლია merging noli auto დავუწეროთ პირობითად. ჩვენს divs და ნახეთ, ამოვიდა ზუსტად ცენტრში. იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ div-ში ჩავსვი ეს ფოტო და გან ამ ფოტოს ამოძრავებ. ეხლა მე რომ ეს div-ი არ მქონდეს და პირდაპირ ცარიელი img იყოს და მე მივმართო განა image-ს, img-ს მივმართო და დაუწერო ნუ width, height და merging noli auto. ნახეთ რა მოხდება? არაფერი არ იმასკნა, იმიტომ რომ image არის inline ელემენტი. და რადგან inline ელემენტია, ცენტრში ვერ წამოვიდა. ხო, მე უკვე იმასაც განახებთ, რომ ამას დავაბრუნებ. მაგალითად, შევზღუდავ ახლა აი 200 პიქსელს დავაკლებ, 400 პიქსელი, 400 პიქსელი. ზაი, რეალურად ახლა მე ჩემი div-ი კი დავაპატარავი, მოდი ვნახოთ ბორდერებს შევურთავ. ნახეთ 5 პიქსელი solid red-ს მივცემ, დაჟე ისე გავაკეთე. და თან აი მაგალითად ჩემ divs სიგანეს გავუზრდი 800 პიქსელამდე. მოდი ეს ჯერ ესე გავაკეთებ, ნახეთ. რეალურად ფოტო კი ზის ზუსტად იმ ზომებში, რამხელა ზომას თვითონ არის, მაგრამ divs არ ავსებს. ნუ შეგვიძლია ახლა ესეთი რაღაც გამოვიყენოთ, როგორც არის object fit-ი. ამაზე ცოტა მერე ვისაუბრებ უფრო კარგად. მაგალითად cover, რომელიც ნიშნავს იმას პირველ რიგში, რომ ზუსტად იმხელა ზომა იყოს, რამხელაც არის რეალურად. და მას არ მოერგოს divs. მაგალითად contain. contain-ი უკვე contain-ი ვერ იმას გვიზავს. მის covers ამით რომელიღაც ფილი მგონი ზუსტად აღარ მახსოვს image-ებზე რამდენი რატო არ მუშაობს. თვითონ img-ს უნდა გავუწერო მე ახლა. Object fit. Contain. სუსნაურად მუშაობს.
ხო, მესაი რაღაც არ გამოდის. აბა დავაპატარავებ 400 პიქსელამდე ჩამოვიდა. არა, რატომღაც არ მუშაობს, არა და რეალურად რამდენჯერმე. ისე გამიკეთებია. ცნაურია. რატომღაც აღარ გამოდის. Checked fit. იდეაში მოდი მე ახლა ამას კარგად შევამოწმებ აქ რა შეია პრობლემა და რატომ არ გამოდის და თქვენც მე გეტყვით გააგებინებთ აუცილებლად. ხო, ნუ იდეას მივხვდით, ხო, აი მაგალითად რომ ეს ფოტო რომ ამოძრავოთ რა უნდა გამოვიყენოთ ამისთვის. ჩავსვათ div-ში და div-ში უკვე img-ს გამოვიყენებთ, რომელსაც როგორც დავჭირდა ამოდრავთ მე განაკვეთ უკვე უფრო კარგად როგორ მოვარგოთ ზომებს. Object fit-ი იდეაში უნდა ვივსებდეს ჩვენს div-ს, ანუ იმ ზომებს უნდა იკავებდეს, რამდენიც საჭიროა. Object fit contain horrors. Contain-იც ვერ შვება რატო. ანუ რეალურად უნდა შვებოდეს ახლა object fit-ი. მაგას რასაც მე ვფიქრობ, მაგრამ რატო არ იმაშვება ვერ ხვდები ახლა. fit contain. აირად არ გიმუშავებს. აი, ამას მე გავარკვე აუცილებლად კარგად ნახავ. ეგზე ვნახოთ მაშინ. რა? შემდეგზე ვნახოთ ეგ არაფერი. ხო. შემდეგზე ამით დავიწყოთ ლექცია, რომ აი ეს რა იყო პრობლემა, რატო არ გამოვიდა. არ გიქნები კითხვები ქიოთ? არა. ბატონ. აბა, ისმენ? ვიღაცა კითხვა ეს დაჩი რომ ლუკა ხმა დაბლა ისმის შენი ხმა ძალიან. ეხლა ისმის? კი. ვიღაცა კითხულობდა Teams-ის ჩატში რომ წინა გაკვეთილი ჩანაწერი არა ვერ პოულობ და მეც იგივე პრობლემა მაქვს და სად მოვუწევ? ეცეთ ერთ წამიჩნო, ხო? ლექციის ჩანაწერი არ არის, ანუ ამის? დიახ. მის ჩანაწერი უნდა იყოს სადღაც ჩანაწერები არის ფაილებში. იდეაში ფაილებში უნდა ნახოთ. იქ არის რეკორდინგი. ფაილს რეკორდინგში არის. არის იდეაში ვაუპ. აჩენა შეგიძლიათ ნახოთ. მადლობა. არაფერს. კარგად მეგობრებო, შევხვდებით არასკევს. კარგად, პარასკევამდე. მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის.